ამასინათ ერთ თეოლოგის წიგნიც გადავიკითხე. დიდი სიახლე ჩემთვის არ იყო, მაგრამ დაალაგება, მაინც მე მაუცებს წიგნებში უკვე არა სიახლეები, არამედ უკვე როგორ დაალაგებს იმ სიახლეს, რომელიც ჩვენ თავიდან ბიბლიამ გაგვაცნო. ამ ხრივ ძალიან ადვილადაც იკითხება ახალ-ახალი წიგნები. ფილიპსი არის ესეთი, ჯონ ფილიპსი. და მას აქვს ესეთი გზამკვლევი, როგორ უნდა წავიკითხოთ ბიბლია. და კარგი შესწავლა გამაოცა. რამ განაპირობა ამ წიგნის დაწერა. თეოლოგიური ნაშრომი არის და რაც ადრე გითხარით, რაც მაუცებს ინგლისურ სივრცეში, ეს არის რომ შესავალში გვაცნობენ, აი როგორ უნდა წაიკითხო წიგნი. მე როგორ უყურებ, გაგაცნობს თავის თავს და მეუნება უამრავი იმებიდან მეუნება მე, ვინცაც ეს წიგნი ხელში უჭირავს, მე ამას რაც ბიბლიაშია, მე ვარ ბუკვალისი, პირდაპირ ვგებულობ ყველაფერს ბიბლიაშია. ნახეთ, უკვე დამაყენა გზას. უკვე ტვენი არ გამისივდეს რა, ალეგორიები და მანამდე მან გარკვეული სამი მიმართულება განეხილა, ალეგორიული, იქსიულური რაღაცები, რაც ჩემთვისაც მეუღებელია. და ამ ხრივ ნახეთ, სულ ახლოს მოვიდა ჩემთან. თითქოს ეს ჩვენი დაწერილი წიგნი იყოს. ხო, ესე იგი ნათესავია ამ ხრივ. ამ საკითხში. გაგიხარდება ხო ესეთი უცხოელი ტიპი, რომ ძალიან ნათესავია ამ საკითხში, ქრისტიანობასთან საკითხში. ხო, ახლა მაინტერესებდა მისი აზრის მდინარება, როგორ ალაგებს, რა მარტივად, როგორი ხერხებით. ძალიან უბრალოდ. მე კიდე გითხარით, რომ მაუცებს ინგლისური სივრცე, იმით რომ რასაც წერენ ძალიან ადვილი გასაგებია. ფრანგებთან საერთოდ გიჭირდება რაღაცა, კომენტარები. ინგლისური იმას, აი, გინდა ფილოსოფია წაიკითხოთ, გინდა ლიტერატურა, თეოლოგიაზე აღალაბა, ძალიან ბუნებრივი, სადა და გასაგებ ენაზე წერენ. არასოდეს აბსტრაქტული არ არის, გერმანულს აბსტრაქცია ახასიათებს. მისტიციზმი და აბსტრაქცია, თუნდაც ფილოსოფოსები, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი, ასენი, თუნდაც გამონაკლისი ვოლუნტარისტი, შოპენჰაუერი და ნიცშე არის, მაგრამ ნიცშეთანაც ძალიან ბევრი არაფერს ვერ გაიგებს, სულ მეტაფორულია ყველაფერი, სულ აფორიზმები, თავს გაგისიებს. ამათან ისე ადვილია ყველაფერი. ხო, დაგაჯერებს ეს შენ ციცი და გიადვილებს საგნის აღქმას. შედარებები ძალიან მაგარი რაღაცა და ახასიათებს როგორ უდგებიან ბიბლიას გარკვეული ჯგუფის ადამიანის წაკითხვის პროცესზე. იწყებს შედარებას იმით, რომ ერთხელ სახში ელექტრიკოსი შევიდა მასთან სახში და მე უყურებდი ამას, რა საკეთებდა, ჯერ როგორ უნდა გაიყვანოს გაყვანილობა 3 შნური იყო გასაყვანი თუ რაღაცა კაბელები და არჩევდა ისა წითელთანო, თეთრი თერთრან, შავიშა და არასოდეს ესენიო ერთმანეთზე არ იყო გადახლართულიო. ამას რო უყურებდიო, უცებ ბიბლიასთან ასოციაცია მოვიდა. ბიბლიაში როა გადახლართვები, აი ზოგი მადლი, აი ზოგი საქმეები, რო გათიშავენ. და აი ეს 3 კაბელი ნახე ერთ საქმეს აკეთებს, მაგრამ არ შეიძლება ერთმანეთში გადახლართო, ან ერთი გააბატონო. აი ეს მეტაფორა გამოიყენა ეს შედარება ბიბლიასთან მიდგომისა და მე გადავიდა უკვე ბიბლიაზე. და ახსენეს როცა პიროვნება წაიკითხავს ბიბლიას, გამოყოფს ალეგორიზმს. ალეგორიული ეს ყველაფერი და ვიცით ორიგენი და ასე შემდეგ. შემდეგ ზოგისთვის ეს სულიერია, ტიურ სულიერი წიგნი არის. და იმ ჩამონათვალში მე არის კიდე აი პირდაპირი გაგებაც. მეო, ვისაც წიგნი ეხლა თქვენ რო ხელში გიჭირავს და იმ შემთხვევაში მე მეჭირა წიგნი ხელში, თქვენ მე ესე წამიგითხრათ, მე ამ ბიბლიას ვკითხულობ პირდაპირ. ზუსტად ესე ვკითხულობ მეც ბიბლიას. ბუკვალნი. ეს იმას კი ანიშნავს, რომ ბიბლიაში არ არის იგავები, არ არის ალეგორიები, ესე იგი არსი პირდაპირ, აქაც არის. და ესეთ მხატვრულ მაგალითს გვევნება. მაგალითად ჩვენო ალეგორიულობას ვანიჭებთ ადამიანი რო გველაპარაკებაო. ან გაზეთს რო კითხულობთო. რო გააფართოვა ჩემი თვალსაჩინო მაგალითების თვალსაზრისი და მართლაც დაფიქრდი. გაზეთს რო კითხულობ, ჩვენი ალეგორიები არის გაზეთში. სულიერი არის, სულ ყველაფერს ხო პირდაპირ გებულობთ. არაფერს არ ვასიმბოლოებთ, არაფერის ალეგორიზირება არ ხდება. ადამიანი რო ლაპარაკობს, აი ალეგორია მოახდინეთ რაიმესი. ყველაფერი პირდაპირ ავიღე. აი ესეა ბიბლიაც ხო? ნამდვილად ესეა. ვინც ესე არ კითხულობს, ის დატვირთვავს ალეგორიებით, სიმბოლოებით და ის დაიყარგება ნამდვილი. ცხოვრებაშიც მართლა არავინ არ ლაპარაკობს ალეგორიულად, უბრალოდ მეტაფორებს იყენებენ, ცოტა ლამაზი ფორმით რო გადამოიცეს საუბარი. ყველას კი ეს არ ძალუძს, მაგრამ ყველა პირდაპირ გებულობთ, რასაც ლაპარაკობს, ხო? პოლიტიკოსი გამოდის, პირდაპირ გებულობთ, ხო, ჟურნალისტი გამოდის, პირდაპირ გებულობთ. თუნდაც ლიტერატურას რო გითხულობთ, ხო ყველაფერს პირდაპირ გებულობთ თქვენ. ზოგი იმდენად პირდაპირ, რომ დოკუმენტის დონეზე დაყავს, რო უთხრა, რომ ეს მხატვრული ლიტერატურა შეიძლება გაუკვირდეს. მე ხდება იდეის სიღრმეებში წვდომისათვის ლიტერატურაში დაშვებული. რაც არის, ის არის, რომ მოხდეს მთავარი იდეის ამოღება ლიტერატურიდან და ამას ემსახურება სიმბოლიკური მიდგომა, მაგრამ მთლიანად არა,
როცა ლიტერატურა კლიანად არის რეალისტური და არა სიმბოლისტური, არსებობს სიმბოლისტური ლიტერატურა, სიმბოლოებით დაწერილი სულ პოეზიაში განსაკუთრებით და ასევე რეალისტური ლიტერატურა. მაგალითად კლდიაშვილი. კლდიაშვილი ვინმე რამეს ალეგორიულად კითხულობს? აი სამანიშვილის დედანაცვალი ხო წაიკითხა. ყველაფერი პირდაპირ უნდა გაიგოთ, ხო? მე ამის ანალიზი მიდის, ხასიათების გახსნა. ბიბლიაშიც გვხვდება ჩვენ მაგალითად ძაღლები. ძაღლი, ვირი, ღორი ადამიანს რო ახასიათებს, მე მოიხსენებს ძაღლს. აქ კი ხვდებით რატომ? რა თვისებების მატარებელია ეს ადამიანი გებულობთ ძაღლი, ღორი და ვირს რო ატარებს. ხო? და ცხოველებსაც ხასიათი აქვთ. ღორი როგორი ხასიათით ხასიათდება, უკვე გებულობთ, როცა ღორთან ხდება ადამიანის რაღაცა მიმსგავსება. უკვე დახასიათებული ადამიანი. ვითარცა ღორის თვისებების მატარებელი. იცით ღორი როგორია? პინძური, ყველაფრის მჭამელი ღორი გაუმაძღარი, სულ ჭამს. ძაღლი ბატონო, უბატონო ძაღლი, აი დაგეტაკება, დაგეშავს, იღრენს, გიკებენს, ესე იგი ცოფიანივით. აი ეს ადამიანი ესეთი რამე ბიბლიაში გვხვდება, ხოლმე ეს არის დახასიათება. თავარი ძირითადი პირდაპირ უნდა გავიგოთ. რა არის ახლა ესეთი თავარი, რომლის გასიმბოლოება არაფრით არ შეიძლება. აი პირველი ორი თავი არანაირი ალეგორიული არ არის. სულ ყველაფერი პირდაპირ მესმოდა და რა კარგია, როცა წიგნები ჩვენზე გამოცდილი ადამიანები დატოვეს წიგნები წავიდნენ იმ ქვეყანად. ანალოგიურად ნახეთ, აი მე იგივე აზრისა მაქვს. არ ყოფილი ვარ მე მარტო ეგა. აბა ყველა გიჟები ვართ. მარტო ქართველი კი არ არის ასეთი კაცო, ქრისტიანი. აი პირველი ორი თავი და არა მარტო მესამეც. აბსოლუტურად ყველაფერი პირდაპირ მესმის მე. ესე არ ესმის ორიგენიდან დაწყებული ძალიან ბევრს. აი ესენი არიან იმ სკოლის წარმომადგენლები, რომელიც ბიბლიას პირდაპირ არ გებულობენ და ედემის ბაღს აქვს არა რეალური დატვირთვა, არამედ ალეგორიული სიმბოლური. და ვირა შეიტანს ახლა ალეგორია სიმბოლოს, უკვე შენზეა დამოკიდებული. და ამ ხრივ ალეგორიული განმარტება მე რო ალეგორიულად უყურებ, ჩემი და შენი ალეგორიული განმარტება განსხვავდება. მაგრამ როცა მე პირდაპირ ვგებულობ, არავით არის ალეგორია. მაგრამ თუ მე ალეგორიით ახსენი, ჩემ ალეგორია არ აიღებს ეს თავის ალეგორიას ჩასვამს, თავის სიმბოლოს ჩასვამს და გამათიმითის. ამიტომ ბიბლია არ არის დაწერილი ეს რაღაცა მხატვარი ადამიანის მიერ. ეს ღმერთის მიერ არის და ღმერთი ხო დაგველაპარაკებოდა პირდაპირ ალეგორიულად რატო დამელაპარაკება. სიმბოლურად რატო დამელაპარაკება და რატო დამელაპარაკება ისეთ რამეზე, რაც არ არის. ან რატო მეტყვის ისეთ რაღაცას და მომატყუებს, რაც არ გაუკეთებია. მან ხო წერია რომ არაფრისაგან სამყარო შეიქმნა, ადამიანი შეიქმნა, აღწერილია როგორ, მერე ცოდვა დაცემა. ეს ყველაფერი თუ პირდაპირ არ გვესმის ჩვენ, მაშინ ჩვენ არა ვართ პირდაპირ გაგების მომხრეები და ვეტაკებით სხვადასხვა ინტერპრეტაციებს და იცოცხლით ოხრათ არის ასეთი ინტერპრეტაცია. რისი მომცემი ახლა ეს? არაფრის. შენ თავად რაიმე წაგადგება, გარდა იმისა, გაიფუყო, გაიბერო და თავი მოიწონო აუდიტორიაში, ბიჭო რა, მათემატიკა ამოხსენი. მერე მრევლი თუ სემენელი იმის ინტელექტუალური დონე რო არიღებს შენ ალეგორიას, იმიტომ რომ იმასაც ამბიცია აქვს, იმას თავისი ალეგორიული მიდგომა ექნება. ხე თუ შენთვის სიმბოლოა რაღაცა აყვავილების სულიერი წინსვლის, იმისთვის შეიძლება იყოს სხვა რამე. ასე რომ რას ძახ ახლა ისეც. აქ არის საკითხები, რომელშიც სულ ყველა უნდა შეთანხმდეს. და მოგეხსენებათ, ვინც ბიბლიას კითხულობს, პირდაპირ გებულობს იმას, რომ სულიწმინდით ჩასახვა ეს ნამდვილი რეალობა იყო. მოცლად იყო ქალიშვილმა და სულიწმინდის მიერ ესე შემოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე. აი ეს არის რეალობა. რა საჭირო აქვს სიმბოლოები? და თუ ღმერთი რეალობა არ არის, ალეგორიული ღმერთი რა დგინდათ? ან სიმბოლური. რა დგინდათ? იდეა ღმერთი რა დგინდათ? აი სად იმუშავა სატანამ და ცოცხალი ღმერთის, რეალური ღმერთის რწმენა შეცვალა წარმოსახვითი ღმერთის, იდეა ღმერთის რწმენით. დღეს ამას ვადევნებ თვალყურს. საქართველოს კარგი მაგალითი არის. საქართველოში ქრისტე როგორც რეალობა კი არ არის. ეს არის გაერთიანებული რაღაცა ისტორია, ქართული კულტურისა და რელიგიის იდეის მაღალ რანგში აყვანა რელიგიურ ასპექტში და მართლმადიდებლობა დაარქვეს და მიუმატეს ქრისტიანობა. ესე იგი მირონცხებულობა. ქრისტე ხო მაგას ნიშნავს. მირონიცხო. ხო იესო მხსნელია. იესოს კი არის ძახიან მართლმადიდებელი ქრისტიანი. მირონცხებული განდიდება იმ სიმართლისა, რასაც ხადაგებს ეკლესია. რას ხადაგებს? საქართველოს ისტორია, მეფეები,
ჩვენი ერი, ჩვენ გადარჩებით, ყველა ჩაიძირება, ქართველები მაგრები ვართ და საერთოდ ქართულად წაიკითხეს ბიბლია, რომ ედემის ბაღში ქართველი იყო ერთი ადამი, ქართველი იყო ევა, ქართულად ლაპარაკობდა ღმერთი. ნოეს კიდობანი კიდე ეს ნოე კი არ იყო ქართველი იყო, ქართულად ლაპარაკობდა, ქართველმა ვაზი ყველაფერი იყო. ყველაფერი ეს ხო დაწერილია ბროშურებში, კი არ ვიგონებ მე. უკვე მანდ ქვეყანა ბროშურებია შემოსული ამ ზღაპრების. არ არის ეგ მკერხელობა, აბა რა არის მკერხელობა? რატო შეცვალე ესენი, რატო დაამატე, რატო იმას აკენი და აქ უკვე იმის თქმა რომ აი მართლმადიდებლობა რატო გაიცვალა პროტესტანტები მართლმადიდებლობაზე 82-ია რომ იქიდან გამოვიდა კაგე ბაპტიზმი. ის კი არა თქვა რომ მშერი კვდებოდიო და კიდე ხო და თავი შეაფარა. სული მოითქვა. ხო არა ის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტია, უფრო ჭეშმარიტი რელიგია. ესე გაუხმა ამას თავი რა. ჭეშმარიტი თუ არის, ესე შარვა ჩახტილი როგორ არის ერი? ჭეშმარიტი ღმერთის ამღიარებლები ტერიტორიას დაკარგავენ? ჭეშმარიტია ამღიარებელი ღმერთის ამღიარებლები ტერიტორიებს აფართოებენ და მიაბარებენ სხვა ხალხს, რათა გაანათლონ. ოსებს კი არ წაგვართმევდა, დაგვიტოვებდა. ვინაიდან ვიგინდარები ვიყავით, ოსები წაგვართვა, რუსებს მისცა. ხო, ამიტომ ქრისტიანობა აქცენტები კი არ არის. ქრისტიანობა ცოცხალი ღმერთის წმენა არის და სიყვარულია ღმერთისა ჩვენს მიმართ და ამას გამოძახილი ჭირდება და სიყვარულში იჯდეს თითოეული ჩვენთაგანი და მოყვასის სიყვარულიც იქვე ჩდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხა მართლმადიდებლობა გადაგვარჩენს და მართლმადიდებლობა გვიშველის და ის კარგად ლაპარაკობს და ის მამაო იცი რა კარგია, ნახე იცი სახარებას კითხულობს, ის მაზიცი რა განათლებული მამაო არის. შენ რატო არ ხარ განათლებული მე? რა შენ რაღა მოგივიდა. მით უმეტეს ხლა ახალგაზრდებმა უფრო იციან რუსულიც, ინგლისურიც, ფრანგულიც, ვიდრე მამავები. არის მოხდელთა კატეგორია, მე მგონი რუსული რაღაც გარკვეულმა პროცენტმა იცის. დანარჩენი ენები არავინ არ იცის. რანაირად უნდა იყოს ხლა განათლებული მოხდელი, ახალგაზრდა უფრო განათლებულია და ახალგაზრდა კაცი განათლებული რო კითხულობს რა მამაოზე რო ეტყვის განათლებულიო, ეს ახლა ხო ეს არის პირფერობა. გულწრფელად ხო იზახიან ამას. თემა არ არის დაარჩენილი, მე რო არ გამეშუქებინოს, რაც საქართველოში მიდიოდა 2500 თუ 700 ვიდეო, აი ყველა თემას შევეხე. არ არსებობს რომ რაიმე აი სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა რა ძალიან აქტუალური სენია დღესაც რა რო ამოყაროთ ეგენი ნახოთ. შევეხე რა, მაგრამ ძალიან უბრალოდ და ყოველგვარი აი იმების სპეციალური ტერმინოლოგიებს არ ავხმარობ მე. ძალიან უბრალოდ, აი ძალიან უბრალოდ გასაგებ ენაზე ვლაპარაკობ, იუმორით გაჯერილი და რაღაც ცოტა ესე გამოსაფხიზლებელი. მაღალი ტონალობებით. არ არის აი ესეთი გადაპრანჭული ქართულით არ ვლაპარაკობ, აი ეს ბელებრისტიკა და რო იცი აი ოგოფოგო ტიპებმა. იმიტომ რომ გულიდან უნდა მოდიოდეს რასაც ლაპარაკობ, უნდა გაწუხებდეს, უნდა სიყვარულნა ჩადო და აი ეს იმოქმედებს. არ არის საჭირო შენი თავის გამოჩენა, რომ გააოცო ადამიანები. ლაპარაკით კი არ უნდა გააოცო ადამიანი, რომ რა მაგარი ხარ ტაში დაგიკრან. თემა რა არის? თემა შეეხოს. თემასთან უნდა მიიყვანო. და ვისაც უნდა მიიღებს მაგას, მიიღებს. მოკიდებს ბიბლიას ხელს და წმენა თუ მაგიდან არა იყოს, სხვა წმენა დაგუპავს და ჯობია საერთოდ კონდეს არაფრის რწმენა რა, იყავი ოჯახს მიხედა. ფინანსებზე უნდა მთავრობამ ხელი აიღოს ეს ერთი. მერე შტატები უნდა შემცირდეს. არ არის საჭირო 2500 მოდელი. არ არის საჭირო ყველგან ტაძრები ამ პატარა ქვეყანაში. არ არის საჭირო. ეგ საკითხები როგორ ამაკ იცი? წამორ სათამაშოსი არ იყოს იმ თოჯინები იცინიან. რაც აგაკ თავში სუის მაინც წარმოსდინდების რა. წამოხვალ მაინც იმას იტყვი რა, ისევ და ისევ სათამაშო, გახსოვთ სევერიან წივწივაძე? არ უშველა ბიბლიოთეკაში ჰარმონიის შესწავლამ. მაინც თავში რაც ქონდა, იმაზე ლაპარაკობდა. და ის ააყენებდა იპოლიტეხვით შეზგმენ და დაკრავდა ფეხს, რომ აიც რო გაუტეო და სათამაშო, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი, იმიტომ რომ ას არ ქონდა სათა და ისევ სათამაშოს დაიწყებდა. ისევ და ისევ სათამაშო. სიმბოლურად ვიზახვა. აი მეც რაც არ უნდა იმას აქვს რა თემეზედაც არ დავიწყებ საუბარს, მაინც ამასთან მიმდივარ და ესეც უნდა იყოს. ამის გამიჯვნა არ შემიძლია, რომ გამიჯნო ხლა ესე არა, ეს არის რა, ეს არის მსოფლმხედველობა. ჩამოყალიბებული ეს მსოფლმხედველობად. და თუ მსოფლმხედველობად არ ჩამოყალიბდა და პრაქტიკაში ხორცს ვერ შეისხავს. რა როგორც უყურებ, როგორც აზროვნებ, ისე უნდა იმოქმედო. და ის ახლა მითითებით მორალის დაცვა გამორიცხულია რა. თუ არ გაბატონდა შენში მთლიანად ჩამოყალიბდება მსოფლმხედველობა და დამთავრდა რა. და მართლმადიდებლობა ახლა ვისაც აქვს ესე იმას კი არ ვიზახი რომ დავაპატიმროთ ყველა მართლმადიდებელი. აი ასეთი გლობალური ხასიათი ამას არ უნდა მივცეთ რა. როგორც მაგალითად კომუნისტური პარტიის აკრძალვა არ არის სწორი. ვისაც უნდა პარტია კონდეს. აი უბრალოდ თუ გლობალურად წავიდა 1000-ნაირი მეებით და ძალდატანებით ეგ არ არის სწორი. თორე რა უნდა აიგრძალოს ადამიანი არის ესე აზროვნებს და აკრძალე რამდენიც გინდა. ესე იგი ძალაუფლებაში არ მოხვიდეო. კარგი, არ მოვა ეს პარტია, მოვა კომუნისტი და ის დაჯდება მატერიალისტი მაინც იქ არ მნიშვნელობა აქვს. აკრძალვა არ არის სწორი.
აი ამის გლობალური ის რო აქვს. აი დავაყენებდით საკითხს რომ იყოს მართლმადიდებელი თავისთვის ეგზოტიკურად რომ აი რა არის მართლმადიდებლობა, რა საშინელება იდოს. იყოს კომუნისტური პარტიაც, აი რა და ესე იქნება რა თუნდა საკრძალოა. რო აიგრძალა გაქრა. საწავიდა ის ცნობიერება. აგრა ნაცმოძრაობა გახდა და კოცები არის მარქსიზმი. აბა რა არის ახლა შიოლაშვილი? ხო უნდა გამიჯნოთ რა არის აბა მარქსიზმი, ლენინიზმი. აღარ არის საქართველოში. აი ესეთი ადამიანები აღარ არიან. რო არ ეშველება, აი ნახე რაც დაადგა საქართველოს კრიზისის გზა არის. ეს გზა აგერ უკვე 30 წელია, ხო? 90-დან რო ავთვალოთ თითქმის, ხო? ამდენთან მოყოლებული ეს კრიზისის გზა არის. კრიზისის გზაზე დადის ხალხი. და ვერა და ვერ გაჩერდა გზა. არ უშველა რა არჩევნების ჩატარება დღესასწაულებმა. აი 100 წელიწადის თავი რომ გადაიხადეს ახლა რობერტ სტურმან დადგა ის სპექტაკლი, ხო, ბედი ქართლისა. ატყდა მაგაზე თელი ამბავი, შეეტენა, მაგრამ რა შეეტენა ეს? კიდე ერთხელ დამტკიცა, რომ ეს ძველი ხალხი გადასაყრელია რა. ინტელექტუალური იმიდან, სფეროდან გადასაყრელი. ამ სტურმამ ბოლომდე შეუძვრა რა იმას. აი იმას ხო უძვრებოდა იმ კომუნისტური იმას. ეხლა ამათაც შეუძვრა. რა თქმა უნდა ეს პიესა ეს რაც დადგა ზარზე იმით იწყებოდა აი გიორგის ტრაქტატი და იქიდან ბოლომდე გათელი სამარ მეფე და გავიდა ბოლომდე რაღაცა შოუ რაღაცა წარმოდგენა იყო ბედი ქართლისა. ნიკოლოზ ბარათაშვილის ისედო საფუძვლად. მეორე დღეს შეიკრიბნენ მათ ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, კიდე იყო რამოდენიმე რატე ამაღლებდა ვიღაცები და სულ მოთხარეს ეს პიესა. აუ რა დაიბოყმნენ ბიჭო ეგრეთ წოდებული ძველი ბოლშევიკი და მათ რიცხვში რეზო ამაშუკელი სუდე დააგინა ამ სამეულს. გვახარიაზე საერთოდ თქვა რომ ეს თმებს რო იღებავს ეს რა კაციაო გაუცდები პირდაპირ ესეთი რამეები როგორ თელი სოფლემ თმას იღებავს დღეს ასეთი ნიშნებით არ უნდა ქნეს ვიწროთ შეიძლება თქვა მაგრამ ტელევიზიით ესეთი რამე არ უნდა თქვა შეურაცხყოფას ახლა სხვასაც აყენებ მე ხალისთვის არ უკოცნიაო აი ესეც რაღაცა სისულელე რა კრიტერიუმები ახლა აი კრიტერიუმი შენ იმის მითხარი რა აზრი აქვს ამ კაცს ისეთი რომ გავაკრიტიკო და რა ის თმას რატო იღებავს შემდეგ ხალისთვის არ უკოცნია ყანწი არ დაულევია ძმაკაცი არ ყოლია აი კრიტერიუმები რეზო ამაშუკელისა კარყამათ ვინა თქვათ ბიჭებო რა ვინ და თურმე რა თმას ვინც არ იღებავს ვინც ხალებს კოცნის ვინც ყანწით ღვინოს ასვამს რეზო ამაშუკელისთვის ეს არის ქართველი რა შვაში არის ეგა რა თუნდა ამას გოგი გვახარია და ისინი ეს რა ხლა პლაკატი დადგა რობერტ სტურმამ ახლა 2000-ით ამას იმესაც დაავიწყდა რომ სტურმა თავიდან ბოლომდე საბჭოთა იმპერიის სამსახურში იყო და აკაკი ვაკრაძემ მაგაზე არა თქვა რომ ამას კატაც ბოლშევიკი ყავსო კატაყავდა ხო კატაც ბოლშევიკია სტურვას აგენტი ესე იგი ეს ხო აკაკი ვაკრაძემ თქვა რა ტენდენციური არის ეს კაცი ისე ყველაფერში და ან კიდე რატო ეხები პიროვნებას იცი რომ იცი ხალისთვის არ უკოცნია შენ რა იცი უკოცნია არ უკოცნია რომც ესე იყოს რატო იძახი ამას ნუ ათმებს რომ იღებავს რაღაცა ჯერ სადააქტმე და აი კაცი და გუნება რა შენი საქმეა ხო ყანც არ ასვამს რატო უნდა დალიოს ყანწი და ღვინო რატო უნდა დალიოს არ მესმის აი ძმაკაცები არ აყავს როგორია მუქეიფები აი კრიტერიუმი ამაშუკელის კიდევ მეორე ადამიანის შეფასებისა მაგისთვის ქართველია მაგისთვის მე ვარ ესე იგი ქართველი პლუს კიდე დაამატეთ ქართველი წიგნიერება და ქრისტიანობა ყანცას დამილევია მიჭხუბია ქალთანაც მიკოცნია და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალოთ კაცო ეს პოეტი არის თუ ვიღაცა მეხაში არის აი ამას ხალხი როგორ usmens ისე ხო ყავს ამას თავისი რაღაცა საზოგადოება და აი ამას ჩვენ როდის ეშველება ახალგაზრდებს სანამ ეს ხალხი არ წავა მაგრამ ამე გამოსწორდეს გამორიცხულია პიროვნული შეურაცხყოფები როგორ შეიძლება 60 წლის კაცია ისეთ კარგი რა გეყოფა ნუ პატივი ეცი შენ თავს რა ვიწრო წრეში შეგიძლია ოთახში შენ თქვა რადიო ტელევიზიით თელი ხალხი რამ დაგბოღმესე და რა შეურაცხყოფას აყენებ ვიღაცებს ხო იქად რა სკდება გულზე რომ ეს არ არის მოწონებული ივანიშვილის მე თუ რა ქვია იმ თავრობის მე არაფერი არ მიცეს მაგას ხო აბერტი დაეძახა და მუზეუმი ჩაებარებინათ საქართველოს მუზეუმის და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძეა და გულზე სკდება ესა რა ძალიან შურიანი კაცია ესე რა დააბერდა ეგუბედური დააბერდა მარაზმი აქ უკვე თან რომ ქადელიც წოდნია ესე იგი დედას გიტირებთ დღეს ხვალ აღარ ვიქნები მაგრამ მე მაინც ვიქნები სანამ პრისისული მიდგა და რა შეგიძლია ერთი რა რასაცილოთა ჟღერს იცი 80 წლის ბერიკაცის მუქარა იცით არ ეკადრება ხო მაგასაკის კაც აი ესეთი მსჯელობა გადადი ცოტა სხვა რაღაცაზე ცოტა სულიერება ბოლო ლექსი თქვი რა რაღაცა პოეზიაში მოჯექი რა აგა გიჟი კაცის თაბეჭდილებას ტოვებს აგინებს ყველას ლანძღავს ყველას პიროვნულად ზოგის ქათამს მიამსგავსა ზოგს ღორი აი ესე იძახის ეგა თუ მაგის ლექსიკონი თუ იცით ყველა კი არ დაარქვეს რეზოში ავიძაღლიაო კიტა ბუაჩიძეს პიესა
დაამატეს რე და რეზოში ავიძაღლია. მართლაც ყეფავა ავიძაღლიეთ სირცხვილია და პარალელზე ვითომ პოეტი და საზოგადოება დაცინვა არის, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. შეიძლება პოეტი ილანძღებოდეს, იგენებოდეს, ითათხებოდეს, ადამიანებს დაცინოდეს პოეტი. პოეზია სინაზი არის და ესთეტიკას უნდა აზიარო ადამიანი და არა სიუხეში გინება და პოლიტიკა კიდე, კაი ერთით რა. რამე მაინც ეს მოდის ამ თავიდან ბოლომდე ედიკიჩი იყო კომუნისტებს უძურებოდა და ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე იყო თოფებით იდგა იქა და რა ვიცი ეს ვიგინდა რა ხმას როგორ იღებს ისე ამის ციგნები არ დაწვეს 91-ში სულ დაწვეს ყველა მწერლის ციგნებს ზვიად ისდება არ ვიცოდეთ მაინც რა ხდებოდა ეს გამოხდება ეხლა ბიძინას უძურება ბიძინა კაია ხსნელია და ამან გადაგვარჩინა და ეგ რო არ ყოფილიყო ჩვენ აგერ ეს გიჟი და გადარეული ან გიჟი და გადარეული ეუნებ პრეზიდენტს ეს რატომ არის გიჟი და გადარეული სააკაშვილი რა ქვები გესროლა აი რა არის ეს ზედმეტად არ არის ახლა ეს აი გიჟი და გადა შენ ჭკვიანი ხარ მასეთი ლექსიკონი სააკაშვილისგან მე არ მომისმენია ამისგან რომ მომისმენია აი გიჟი და გადარეული აი დაბოღმილი კაცი ვერასოდეს სიმართლეს ვერ იტყვის რა განთავისუფლდე ბოღმებისაგან და მოусმინოთ გამოხდება და სვაგინებს ამ ბოკერიას ამ ჩერგოლეიშვილის ზოგს იმას ეძახის რაღაცა კონჩიტას ზოგს ამის დახასიათებო ცხოველთა კატეგორიის ისენი აქვს ამას პორტრეტები ადამიანზე და ეს ახლა ამას პოეტი არ ეთქმის რა პოეტმა ესეთი რამე არ უნდა იკატუროს იცი პოეტი სულის ფაქიზეს უნდა ისედაც უხეში ვარ და შენგან კიდე უხეშობა მინდა ეტენება საპატრიარქოს ეტენება ივანიშვილს ეტენება ღარიბაშვილს აი აგინამე შვილიშვილის ტოლიკას ღარიბაშვილი არ დამისვა იმათ ერთი ტოლუკაცი რომელიც იგინება იმასავით საპოჟნიკივით რა ეგეც რა ეგ არ იყო რო აგინებ და სულ ყველა ჩანაწერები არ ატევს ღარიბაშვილი ნახა რა სომეხი გვარ გადაკეთებული რაღაცა გაქართველებული ცოლი გაოსებული გაქართველებული ოსე გაგვიჭირეს საქმე ამ ძალად ქართველებმა რა არ გვინდა რა ეს ძალად ქართველები ნუ ღარიბაშვილი გადაარჩენს ახლა და ივანიშვილი ქვეყანას. აი ეს მიქოდა მიდი და იმ დღეს რა. მაგარი პათხალიმია, მაგარი. ისევ ანტირუსული ის გააღვივეს, თქოს აღარ იყო, ისევ აი ახლა ისევ აგორდება ანტირუსული. დასვა რეაქციაში ხომ მოიყვანა ეს ტიპები, დასვა ამ ინგა გრიგოლიამ, პრორუსული, პროევროპული, იყვნენ ერთმანეთს ეტაკნენ, იყო ერთი ამბავი იქ იყო თუ მაღარაძეც. ისევ ეს მიძინებული ეს სიძულველი ისევ ამოხეთქა რა და ვინაკეთებს ამას თუ არა სატანა. არა აი ჯერ ეს საკითხის განხილვა იცი სიძულველი აი რუსებმა დაიწყეს ომი ამან დაიწყო წავიდა რა წლები რა ხალხი ხდება ადროს ეგ არის რუსული ჯარი და აუ ატეხეს თელი ამბავი საცილო რა არის რუსეთის ჯარი საქართველოში არის და აი რა მნიშვნელობა ახლა 1 მეტრით გადმოვა თუ 9 მეტრით თუ ზის მან და რა საჭირო ეს არეულობის შეტანა ხომარჯობია რომ ბარაღამ შემოვიდეს მან ხო მთლიანად და მთელი ის გააკონტროლოს. მან შემოსული არის და ისე აყვერდნენ თითქოს ახლა 5-10 წელი და 20 წელია რუსეთის ჯარი არ იყოს მათ. თან რუსეთის არა საბჭოთა იყო თავის დროზე და ახლა უფრო იცავენ სეპარატისტებს ხო? რომლებსაც აღარანაირი სურვილი აღარ აქვთ ამ საქართველოსთან ინტეგრაციისა. გასაგებია ყველაფერი. აი ეს ქართველი რო გაწიწმატდება და აქეთ გადმოვიდაო, იცით რამით რასადასტურებენ? რომ ის ტერიტორია იმათია. აქ როგორ შეიძლება ესეთი პარადოქსალურად უნდა იმუშაოს ადამიანმა. აი გამოხტნენ და აი გადმოვიდნენ ჯარები. გადმოვიდნენ, ხო შეიძლება ხელოვნურად აკეთებდნენ, მაგალითად გადმოვიდნენ ცოტა ხნით ბიჭები, რუსული შეიარაღებული შენაერთები, ატეხებდა და დაბრუნდები უკან. ესე ამით ამტკიცებ უკან რო შემიყვან, ამტკიცებ რომ ეს ჩემია. იქიდანაც გადი რა მანდედან რა, ტერიტორია ჩვენია. ნახე როგორ შევიდა ქართულ ცნობიერებაში ისა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორია უკვე იმთავითვე ქართლის ცნობიერებაში ზის როგორც უკვე რუსული ტერიტორია და თუ მაგას გადმოცდები თქვა 1-10 მეტრად ერთი ატეხავენ თელ ამბავს და რო წავლენ ისენიც იქა და ყველაფერი იგზია ალბათ ეს გაკეთდა შემოვიდნენ მე ატეხისლე გავიდნენ ხო დაწყნათ ყველაფერი იგზია მაგრამ იქ რო დგას ჯარი აფხაზეთი რო შენი აღარ არის ოსეთი რო შენი აღარ არის ტერიტორია იგულისხმება ამას შეეგუენ მე მგონი ამიტომ მაგრად თამაშობს, ვინც თამაშობს, კარგადაა გათვლილი და საქართველოს მოსახლეობის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, ვინც ამ სპექტაკლებს დგამს. მოდი ვთქვათ, რომ სპექტაკლების დადგმა ახლა გადმოსვლა რომ უნდადეს რუსებს ერთი ბომბია საჭირო და თბილისი აღარ იქნება. აი ერთი ბომბია რა. აი შემთხვევით ვიღაცა დაათრონ იმას აკრან და რა. მე შენ გეტყვი ახლა ვინმე რამეს მოთხოვს, თემ სოფლო ტილის დაიწყებს თუ რა. არ უნდადეს ხო ამას არ უნდათ ესე იგი და ესენი დახტებიან ვითომ ახლა რო შეიყარენ ახლა იქ რამეს გააკეთებენ იქა რაღაცა ლომისა და გოშიეს ამბავი მაგონდება იგავარაკი გოშიას ეყფა შეაშინებს ლომს რა იმას ხრებენ თავს ქართველები ისე რა
ესეთ რამეს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. შემოვიდეს რა პრობლემაა რა ეს. სხვა მატეხოს განგაში შეერადოთ ხალხ განჯას. დასავლეთ მატეხოს განგაში, იმიტომ რომ ეგ აკონტროლებს მაგ ტერიტორიას, ქართველები კი არა. და რა გიღა შემოდის, ესე იგი დასავლეთიც, რატო არ იღებს ხმას დასავლეთი საელჩოები, ისინი განთავსებულია თბილისის ტერიტორიაზე უამრავი დასავლური საელჩოები. იმათ ხმა რატო არ ამოვიდეს? აი რატო იღებს შენ ხმას? ქართველი მაინც არადიპლომატიური ცნობიერების მატარებელია. სულ ემოციებზე არიან, რაღაცა პატრიოტიზმი, ურაპატრიოტიზმი და საბოლოო ჯამში ეს პირდაპირ აზარალებს მოსახლეობის მთელ ფენას. გაიფორმენ ჩვენზე რა, გადმოვლენ, გაიქცევიან, უკანალს აჩვენებენ ჩახთილი შაროლით. რა არის ხა ამიხსენით, ნუ. ეხლა ვიღაცამ რაღაცა გაითამაშა, თლათ ტყუილი ხომ არ იყო, რაღაცა ეთყობა ერთი სოფლების ყანებში შევიდა ვიღაცა ნიღბიანები იქიდან, ხო? ცდა ჩაატარეს. როგორი რეაქცია ექნებოდა? აუ, ატეხეს, აუ, შემოდიან. მე გავიდნენ იქიდან. თქვათ, ერთი ნაბიჯით გადმოვიდი თქვენ საზღვარს. ატეხე, ყველი გადმოვიდი. აქ რო გადმოვიდი უკან და გაჩერდი თქვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე უკვე ამ ტერიტორიას მაძლევ. იქ გულა გააგრძელო მაშინ ეგა. მანდიდანაც წად. აქოთ ეს ისე რუსები გადმოვიდნენ, არიქა ქოთქოთი. გადამოსულიც არიან, შემოსულიც არიან და მთელი რუსული ნარატივი არის საპატრიარქო. აბა ვინეშმაკი არის საპატრიარქო. ვინ არის? გონიათ ეგ ევროპა და ამერიკა? აი რუსეთი არ არის მანდ. პირდაპირ ზის მანდ. ინტერნაციონალური მართლმადიდებლობა შეიცვალა ეროვნულ მართლმადიდებლობით. და მაგისი წყარო არის რუსეთი. მაშინ ერთიანი მასში რო ვიყავით, ინტერნაციონალური იყო რუსი მართლმადიდებელიც, ინტერნაციონალური ქართული მართლმადიდებლობაც მაგ სივრცეში და არ იყო დაძაბული სიტუაციები. კოლაფსის მერე მართლმადიდებლობა გარდაიქმნა ეროვნულ ნიადაგზე, რუსეთშიც, საქართველოშიც. შესაბამისად, ამას კურირებს რუსეთი. რა დიდი ახსნა უნდა მაგას რა. აი, მუთაკები თუ რა ნეყვლები ვერ ხედავთ. ის რო თუ გადმოვიდა რაღაცა, შენ ამოიღე ხმა თუ ის ახარ ერის წინამძღოლი რა დააპოციალებენ ამ ხალხს. ყველას რო ქულების დაწერა უნდა, ეხლა წინა საარჩევნო პერიოდი მოდის და თავის გამოჩენა რო უნდათ. ვითომ დიდი პატრიოტები მყავდნენ რა. თავიდან ბოლომდე რუსი შემჯდარი არის ამ ქართულ საქართველოს იმაზე. და არის ეს მეგრელი ქვეშ იყო და ჯგერი სიძახოდო გამონათქვამი არის ახლა. ეს კეთილი ძაღლები და აგერ ერზიან, აგერ თბილისიდან 60 კილომეტრზე, 70 კილომეტრზე. და 1 მეტრზე თუ გადმოიხედა აღიზიანებენ, გავარდეთ შეუჩვევენ იქა. ესე იგი იქით რო შევიდა, ის იმათია. აი ეს არის ჯანაფიქრში და ხომ მაგრად მუშაობ. რას გამოეთეგა დააპყრობილია და ბარეღამ ვაცალოთ. ხომ არ ჯობია კიდე ესეთი პარადოქსალური მოქმედება, ხო მეგობრებო? ვაცალოთ თბილისამდე შემოვიყვანოთ რა. თბილისამდე. და მე სახეზე რო იქნება სრული ოკუპაცია, მე შეიძლება საერთაშორისო ემეების ჩართვა ისეც ინტელექტუალურ დონეზე. ეხლა კი რა გამოდის? შევაჩვიეთ დასავლეთს, რომ ოსეთი და აფხაზეთი რუსების არის. ეგრე გამოდის, იმიტომ რომ იქით გადადი, აქით არ გადმოხვიდე. ზღვარი გავავლოთ, აქით არ გადმოწიო. გადმოწეული არ არის, კაცო, სად რუსეთი და სად საქართველო. და ახეთ რამხელა მთელი კავკასიონის ქედის იქით არის რუსეთი. მთელი ქედი არის ზღვარი. ღმერთმა გააგლო ეგ ზღვარი, ხო? და მაგას თუ არ გადმოფრინდები, ან გვირაბს თუ არ გათხრი, ისე ვერ გადმოხვალ, ვარიანტი არ არის. ლაშქრით ესე ვერ გადმოხვალ მაგიდან. უნდა იაროთ დასავლეთის მხრიდან. დასავლეთის მხრიდან გაყვე შავი ზღვის პირის და ესე იარო. მაგრამ მანდედან ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან, ჩრდილო დასავლეთის მხრიდან ესე ვერ შემოხვალ. ჩრდილოეთი ეგა. ჩრდილო კავკასიონი. სად რუსეთი, სად საქართველო. შემოვიდნენ მანდა რა. და ზიან. და თუ მანდ ახლა ცოტა გაგაღიზიანებენ და ნიღბიანები გადმოვლენ, შეიწიეთ და შეიწიეთ, აწყნარდა ყველაფერი მშვიდად არის. გორის მერმა გადმოსა, არ ყველაფერი წყნარად არის დამშვიდა. რატო ატეხეთ ეს პანიკა? პირიქით რო წაუყროთ, რომ შემოდიან, არც პოლიტიკაში უქნია ღმერთს, რელიგია ხო საერთოდ ესენი რა ვიცი ვინ არიან. ბლუთა თავშესაყარი არის ეს რელიგია. გაგებაში არაზიან, სად ღმერთია, რა არის იქით, როგორ არის, არაფერი არის ის. არიან რა ისე გადაიცვამენ ფართობს და ლაყბობენ და ჯვარჩამოკიდებული მღვდლები დაპოციალებენ ზეითქვით, კარგად ჭამენ, სვამენ, დროსაც ატარებენ და გამოათაყვანეს მოსახლეობა. აი, არ შეიძლება პარადოქსალური მიდგომაც. წაუყურვე რა შემოვიდეს, კიდე წაუყურვე, შემოიტყვე, თბილისამდე შემოიტყვე. აი, მე დააფიქსირე ეგა. ეხლა რა 1 მეტრა გადმოვა, ატეხავ განგას შეაწევინე ფიქა და შენც დაწყნარდები. კი, მაგრამ ის მეტრის უკან შენი ტერიტორია არ არის. საქართველო არ არის 1 მეტრის უკან. ხო, მარტო ეგ სოფელია, ქურთა არ არის საქართველო. თამარეშენი არ არის საქართველო. თუ რა არ არის მითხარით, აი რომელი სოფელი ჩამოვთვალოთ. იგივე ცხინვალი, ცენტრი.
არ არის საქართველოს ტერიტორია, როგორც სახელმწიფო ტერიტორია. რატო ჩამოიჭერა ესა და ხელოვნურად შექმნეს ოსური სუბიექტი და მოჩვენებითად მიანიჭეს რაღაცა რუსებმა რაღაც ვითომ ამოუკიდათ იცავენ ამას. დიდი დამცველები მყავდნენ რუსები, ან ოსების, ან საერთოდ რისი დამცველი არ გამაგიჟოთ კაცო. ოსებ თავის თავს ვერ იცავს, იქ რუსები ყავთ გაწყვეტილი იქ ურალსიქით და ოს დაიცავს ეგა. ეს ხო პოლიტიკაა, დიდი ისინი თამაშობენ გიგანტები ტერიტორიის შესატყაპუნებლად და ოსები კიდე ახლა მოიცათ რა უტვინო ქართველიც არის, არნაკლებად უტვინო ოსი არის. ქართველი არ უქნია ღმერთს ახლა ოსი მცირე ერის აცოდავი გაუბედურებული კავკასიის ოჯახის წევრი კავკასიური ცნობიერების ერთ-ერთი კავკასიური ცნობიერების მატარებელი ვართ ჩვენს. ესეა ოსები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, სომხები, ესენი ყველა კავკასიური ცნობიერება. ერთი გვაქვს ყველაფერი. უბრალოდ ენა და რაღაცა კულინარიარი განსხვავება. მეტი რა. ცეკვაც კი ქართულ ოსური ვერ გაარჩევ, რომელი არის და რომელი ჩოხით, იმით, ამით და ვეღარ გაიგებ ვინ არის. ამიტომ ნახე რა ტექნიკურად რუსებმა როგორ გათიშა ოსი, სომეხი, აზერბაიჯანი, ქართველი, დებილი ეს კავკასიელები, ოსიც დებილი, ქართველიც დებილი, სომეხიც დებილი, აზერბაიჯანელიც დებილი. და ამ რეგვენ ხალხში, ამ ტარაკანა ხალხში რუსი არის როგორც გითხათ, ყოჩი ვარდისავი. და ქურდად ზის. ეჭეჭყინი ახლა ამდენი წკიდა. არაფლის მაქნესი. ლაგატკაც არა აქვს ქართველს, რითი უნდა შეიარაღდეს. აჭიჭყინდებიან და როგორ არის დემოკრატიული და ჟურნალისტები გავარდებიან, ჩხა რუსებო და ღვიდება ანტირუსული ისტერია. ისევ სიძულვილი. მაღალი დონის ხო? როგორც კი დაატყვევენ რაღაცა დათბა სიტუაცია იმავე წუთში ამუშავდება ეგა. ისევ სიძულვილი შევა ოსების და რუსების. ხოზის ახლა სიძულვილი. თუ кайხანი მიჩვენათებული იყო ყველაფერი. ისევ წავა ეს ისტერია, ქსენოფობიური ისტერია. ეს კიდე დააზარალებს მოსახლეობას რა. ახლა ვიღაცებმა ხო ააგორა ეს არჩევნებისთვის უნდა და არის თელი ამბავი ახლა გამიშვიდა გავანკავე. ახალ ისენი იქმნება ახლა მესელია იქით გადახდა, გადმოხდა იქით დათო მახრაძე ქმნის რაღაცა საქართველოს გადარჩენა, რაღაცა სულელური ისენია, სულელი ჯერ ნორმალურ ადამიანს არ აქტვია, პოეტი, ყანწით რო დადის და თავიდან ბოლომდე ყანწის ფორმა რო აქვს. სუპ ახმელის ლაპარაკი რო, თითქოს სუპ ახმელა სუფრიდან ახალი ამდგარი კაცი ლაპარაკობს რა. ვის რა თუნდა ამისა ლექსები და დაიწვა ის დღე ამ ლექსებითა და პოეზია შეგაზიზღებენ რა უკვე ლექსებსაც და ყველაფერს ეს ვიგინტარები. უსაქმური ეს მაღრაძე. ყან არ გაუთოხნი ერთი რა. არ შევჭამ ეს ამ ლექსებით. აღარ გვინდა რა გვეყოფა რუსთაველიც გვეყოფა მთელ საქართველოს. არ მინდა რა ეს გიჟ პოეტების გამრავლება. აქ და ამ გიჟ პოეტებს უჭირავთ პატრიოტობა არაფერს არ აკეთებ. აგერ თურქეთს აქვს დაპყრობილი საქართველო. ამას კი ვერ ხედავენ. ჯარი რო გადამოდის ეს სამხედრო რაღაცა ეს დაინახეს, მაგრამ ეკონომიკით თურქებმა რო აგვიღეს უკვე ეს ყველაფრით. თბილისამდე თურქები მოვიდნენ. თბილისი თურქებმა აიღეს უკვე, ხო, მოდიან ნელ-ნელა. მთელი ეკონომიკით. აბა გადახედეთ თბილისის ტერიტორიაზე თურქული რამდენი კომპანიებია? კულინარიაში ყველაფერში, მაღაზიებში რამდენია თურქული? არ არის დაპყრობილი. ეკონომიკურად დაგვიპყრო. და ფიზიკური დაპყრობაზე როგორ არის? წადი. ეგ არაფერი არ არის ფიზიკური დაპყრობა. ეკონომიკურად აღარ დაპყრობილი ვართ. აგაჩერა არაფერს არ გაკეთებინებს. აგაღებინა ხელი ყველაფერზე და დახსვა როგორც მომხმარებელი. გაუხურებ, შეგიწყვეტავს ყველაფერს და მშიერი გაწყვეტ. ეს ვერ გაიგო უტვინო ქართველი. ოსებს მიახტნენ და აფხაზებს. აი საშუალებას ოსი წარმოადგენს და აფხაზი. არაფრის მაქნისი ერთიც და მეორეც. ხო საწყლები გაუბედურებული არიან, ეგენის გადაყრილები არიან, სხვა შეასკუპდნენ. ქართველმა არ შეისკუპა და რუსებს შეასკუპა, რუსების ზურგი ხო იცი როგორ არის, მოდი შემასკუპტი და შეასკუპდნენ. ქართველმა არ დაისკუპა და ესაპირებდა ქართველის შესკუპებას, ეგრე არ გამოვა ხო? არაფერი არ აქვს იმას, ის უნდა შეგასკუპტეს. აგერ რუსმა ხარაშო, ხა ქართველი ჩამოასკუპა, ეს შეისკუპა. აფხაზი შეისკუპა, ქართველი ჩამოასკუპა. ახლა შესკუპებული რო არის, იქ აი გზემოდან, ახლა იმას გამეს გააკეთებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაგის გაგება ესე ადვილი არ არის, როდის გაიგებენ მაგას, რომ ანტ ახლა ისეთი თამაშდება, რომ ასეთი უტვინობით ახლა პოეტების დონეზე, ჟურნალისტების დონეზე და ფილოლოგ დამთავრებული ცელკიანი გოგოები რომ მომრავდნენ ამ ჟურნალისტიკაში. არაფრის მაქნისები, წიოკობენ, თან ახლა ამის შნო კონდეთ ხო და ევროპაში ხო გვიშველე, არაფერი არ შეგიძლია რა. ესეთ ერთ პატივს არცემენ, იცი, რომ სხვა რო გინდა. მოდი აქ დამეხმარე. ვინ დაგეხმარება, რომ აჭარა თურქებმა წაიღეს. თბილისში შემოვიდნენ. აბსოლუტურად აღებული ეგ ტერიტორია. და გრძელდება უფრო და უფრო თურქული ეკონომიკის მეტასტაზები თელმ აქ ტერიტორიაზე. აი ამას ხმას კი არ იღებს არავინ.
რუსი შემოვიდაო და გაგიჟდები პირად თან რუსთან რომელიც 200 წელი იცხოვრე ხო 200 წელი იცხოვრე ამასთან და იყო ერთი ჟირიამული ერთი 100 წელი მერე 70 წელი იჟრიამულეს იყო მიდიმოდი რაღაცა სიყვარულობანა და უცებ აღმოჩნდა რუსი მტერი და თურქები 500 წლის ამწიოკებლები ქართველებისა მეგობრები აი ეს არის ქართველი ეს არჩევნო რაღაცები ახლა დიდი გადაჯდომები არის და აღარ იციან როგორ გაართვან თავი მომავალ არჩევნებს იმიტომ რომ ეს არჩევნები უფრო დაძაბული იქნება ვიდრე წასული 2012-16 წლები ისეთი დაძაბული არ იყო აი ეს 2020 წელი მაგარი დაძაბული იქნება იმიტომ რომ თითქმის ყველა შემეცნებულია ყველა პარტიები იჯდა ადრე ხალხმა აღარ იცის ვინ აირჩიოს დაბნეულია ხალხს რო დააბნე უკვე მათ ჩაწყობა ძალიან ადვილია ახლა გადაჯდომა მიდის ვინ სად როგორ აი ვინ არის უფრო ძლიერი როგორ იქნება ყველას მიზანი რა არის პარლამენტში შესვლა რამე თუ პარლამენტი არის დღეს უკვე ეკონომიკური რაღაცა ის ეპიცენტრი სხვა იმის გარეთ დამთავრებულია შენიებავი იმის გარეთ ვინც არის მოთხოვნილება უნდა დაიპატარაოს და პარლამენტში მიჩედეს მოთხოვნილების დიდი მოთხოვნილებას უფრო და უფრო დაიკმაყოფილებს და ამის იქით მოთხოვნილება დიდი რო დაგჭება პარლამენტს გარეთ ეს დაადგტანჯავს დაპატარავება მოთხოვნილებისა ძალიან ძნელია ხო სურვილებისა ამიტომ ბრძოლა მიდის ხო დაიკავონ ეგ ადგილები ნათესავები მერე სტანოკები მიდის გადაადგილებები პერტურბაციები ხო აღარ იციან რა ქანა და მიდის აი ამიტომ უნდა ველოდოთ აი ქოთქოთი იქნება ესეთი რა შიდა ქოთქოთი რა აბა პარტიები და ნახოთ აბა რას გააკეთებენ შექმნის ესე კოალიციას ეს ჩვენი ბიზინა ეგ ხო თამაშობს ახლა მე მაინც არ ამჯერა რომ დათო მაღრაძე ამას გადაუდგა მე ხო საქართველოს არ ამჯერა ეხლა ეს ის კაცი არ არის ბიზნეს ახლა გადაუდგეს არანაირად დიდი ხანია ამაშუკელი არ გამოჩენილა და ეთყობა ვიღაცა მოითხოვა და სატელეფონო ჩართვა ქონდა ტელევიზიაში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ყავს რატომღაც ამოჩემობილი როგორც შევარდნაძეს ყავდა ნატოონიანი დაფაქონიანი რო დავარქვი ის ხო სულ ამას ეჯდა ამას ამოჩემებული ყავს ეს ბონდო მძინარაშვილი არაფერი არ ეთყობა ამას 70-იანი რუეს ბებია ჩემიზე რა ვიცი უკანა დგას აზრებით აი ეს ურეკავს ხოლმე ეპათხალებება ჯერ აკავშირი აქვს 80 წლის კაცს 40 წლის კაცთან რა მეგობარი ეს არის ამისი რა არაფერი რაღაც სულელური ისენი აქვს პატრიოტული რაღაცები დაელაპარაკნენ და დღევანდელი ვითარებაო ტელეფონზე ილაპარაკა იმან როგორც ყოველთვის რომ წინდა არ ეთქვა ვინმეს რომ ეს პოეტია და საზოგადო მოღვაწა ეს რო არ ეთქვა საუბრის დასასრულის მერე კითხვა რო დაგესვათ ვინ ილაპარაკა იტყოდით რომ ვიღაცა საპოჟნიკმა ილაპარაკა ან ვიღაცა იმან რა ქვია ხარაზმა სულ გინებად სულ საზიზღრობები ამოდიოდა პირიდან რა არაფერი მას არც პოეტობის არც ლექსიკონი ქონდა არც საზოგადო მოღვაწის არაფერი ეს იყო მარაზმატიკი კაცი მოხუცი რომელიც რაბახობს და დედას გიტირებს და გამოვადა მე ამას გიზამთ იმას გიზამთ ხო მე ვერ შევეგუები რაღაცა კრეტინიზმი რა რაც მთავარია საუბარში წითელ ზოლივით ბიძინაზე ცუდი არ გამაგონოთ ბიძინა გვერდში დაუდგები ვაი ბიძინას 80 წლის ბერახჩუა კაცი თუ გვერდზე გჭირდება შენა რა და არა ახალგაზრდები ვაი მას ეს ნახევრად ამატყოფი კაცი ხუმთლიანად არა და წარმოიდგინეთ აი ბიძინისტი არის შესაბამისად ეს ძველი თაობის პოეტი და 20 წლით ჩამორჩება თქვათ რომელიმე 25-16 წლით დათო მაღრაძე წესით ხომ ეთქვა ამას რომ დათო მაღრაძეს დაპირისპირება ეს უნდა მოეთხარა არ მოთხარა შესაბამისად მაიმუნობენ და დათო მაღრაძე ის კაცი არ არის ბიზნეს გადაუდგეს იმიტომ რომ იმან იმ წარსულში და ტელევიზია დაუთმო ის დაუთმო რაღაცეები და ბუხართან ზენა და სისულელებს ლაპარაკობ ამიტომ გაუჭირდა ბიზნეს და გამოიყვანა ძველი გვარტია მე რო გითხრა რომ გამიჭიდეს გადით თქვენ სულ ყველა მაგინეთ ვითომ ოპოზიცია ხართ შეკან და ისევ ჩემთან მოხვალთ ხვდებით რა ტექნიკურად არის რომ ვინმე არ შემოგვეპაროს რა ხო მე და შენ მაგრათა ვარ და რაღაცა გაგვიჭირდა მოგვითათბირეთ მე ვლაპარაკე და გადი და ხალხი გადაიყვანე ხალხ თავი რა არის ხალხი სხვა არ ჩაუდგეს სათავეში შენ რო ხალხს ჩაუდგები სათავეში შენ ჩემთან მოხვალ ისევ ხალხი მოტყუებული იქნება კიდევ 4-5 წლით თორე დათო მაღრაძე და რა ვიცი აი ესეთი ტიპები შემეტენე ტიპის გულადობა მე არ მსმენია მე ვფიქრობ აი ეს არის ჩაფიქრებული